მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესამსახურის თანახმად ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების საცემად გაიმართება. ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრესამსახური ავრცელებს. მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 21-26 სექტემბერს ეწვევა. დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღზრდის ჩვენს ქვეყანას. კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენი კულტურის, მეცნიერების და სპორტის სფეროს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას, თითოეული არქიტექტორს, რესტავრატორს და მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს უდიდესი საქმე, განაცხადა ირაკლი კობახიძე. ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც NGO სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება. ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმედის კვირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ. კალაძის თქმით, ბაჩიაშვილის მხრიდან აქციების დაფინანსება სიახლე არ არის. გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას და აღნიშნა, რომ არაფერი არ მოხდება. 4 ოქტომბერს ერთადერთი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ქართული ხალხის გამარჯვება იქნება. თუ ადამიანს იარაღს წაართმევეს, ძალადობა არ არის შესაბამისად ლევან ჯობავას წინააღმდეგაც არაფერი იქნება. გამოძიება არა ჯობავას წინააღმდეგ, არამედ თვითონ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადვოკატის განცხადებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილე ლევან ჯობავას წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვან იარაღი წაართვა, ძალადობის მუხლით საქმე აღძრა. მისივე თქმით, მომხდარში მონაწილე ორივე მხარემ გამოძიებას უნდა ითანამშრომლოს და ყველაფერი გაირკვევა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 სექტემბერს გავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღით დემონსტრირებდა. მოგვიანებით კი ის გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ ამოღებული ნივთი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო. ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ განაცხადა, რომ ლევან ჯობავას წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვან იარაღი წაართვა, ძალადობის მუხლით საქმე აღძრა. ვიღაცებს გონიათ, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ჩვეულებრივი რამაა. რეალურად კი, როდესაც თავად აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ არ შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაშია დანაშაულებს. კალაძის თქმით, აღნიშნული ორმაგი სტანდარტია. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. პატარა ქვეყნების მიმართ ისეთის, როგორიც საქართველოა. არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, უდიდესი ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ. განაცხადა კახა კალაძემ. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერს სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ ყველა, ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვიდეს ქართული ხალხი და ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ დაანახოს, სად დგას საქართველო, რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩაში, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საზოგადოება თვალს ადევნებს სრულიად უსუსურ პოლიტიკურად ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილი რადიკალების მცირე ჯგუფს, რომელიც იმუქრება და საზოგადოებას ეუბნება, რომ 4 ოქტომბერს ექნებათ საზოგადოების მიმართ ძალმომრეობა. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, ყველა ვინც ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავადა ქართულ ხალხზე ხელს აღმართავს, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, სწორ და სამართლიან პასუხს მიიღებს. ამასთან მან მიხეილ ყაველაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მსჯელობა იქნება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ქვეყანას აწუხებს. საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს, მათ შორის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე და იქნება მსჯელობა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, განაცხადა მათიკაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ პლუსის დირექტორი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით მეტალ პლუსის დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და შესრულებული სამუშაოებისთვის მხოლოდ 212.840 ლარი დახარჯა, ხოლო დანარჩენი თანხა 680.682 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ დაზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება 1 ბინა და 4 ავტომობილი. ნათქვამია ინფორმაციაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს. ამის შესახებ ბრელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე აცხადებს. არაფერია იმაზე უსამართლო და გულდასაწყვეტი, როცა ხანდაზმულ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, წამლები, სითბო და მხარდაჭერა. დღეს პენსიონერებს ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთება საკვების, მედიკამენტის შეძენასა და კომუნალური გადასახადის გადახდას შორის. ეს წარმოუდგენელი ტვირთია ადამიანებისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება იმუშავეს და ახლა ხანდაზმულ ასაკში მხოლოდ სითბოს, სიმშვიდესა და ზრუნვას საჭიროებენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს. ეს ჩვენი ვალია, წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ივეტ კუპერის ინფორმაციით მან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა მოახდინოს დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსია გაერთიანებული სამეფოს მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საპასუხოდ. ნათლად განუცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ. განაცხადა კუპერმა BBC-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეშფოთებულები არიან იმით, რომ ისრაელმა შესაძლოა მათი მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსირების საბაბად გამოიყენოს. მისი თქმით, ექსტრემისტები ორივე მხრიდან ცდილობენ უარი თქვან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის ნებისმიერ პერსპექტივაზე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის განცხადებით არ არსებობს მიზეზი, რომ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს თუ ვაშინგტონი შეწყვეტს მოთხოვნას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას როიტერსი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. პირადად მე ჯერ კიდევ სასიამოვნო მოგონებები მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, მიიღებს რეალობას და მოისურვებს ნამდვილ მშვიდობიან თანაარსებობას, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დავსხდეთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. განაცხადა კიმ ჩენ ინმა. მან უარყო ნებისმიერი ეტაპობრივი გეგმა ჩრდილოეთ კორეის განიარაღებასთან დაკავშირებით. მსოფლიომ უკვე კარგად იცის, რას აკეთებს შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც ქვეყანას აიძულებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და განიარაღდეს. ჩვენ არასდროს დავთმობთ ბირთვულ იარაღს, აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
რუსებმა უკრაინას 22 სექტემბრის ღამეს სხვადასხვა ტიპის 151 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 122 დრონით ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს. უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმა 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამთვრევები კი 8 ლოკაციაზე ჩამოცივდა. გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით რუსებმა ქალაქ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. კერძოდ, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან მართვადი საჰაერო ბომბები გაუშვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. საფრანგეთისა და საუდის არაბეთის მოწვევით მსოფლიოს ქვეყნების ათობით ლიდერი ნიუ-იორკში შეიკრიბება და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გაეროში ისრაელის ელჩმა დენი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები სამიტის ბოიკოტს გამოუცხადებენ და რომ დაგეგმილი ღონისძიება ცირკია. არ ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა, ვფიქრობთ, რომ ეს სინამდვილეში ტერორიზმის დაჯილდოებაა, განუცხადა მან ჟურნალისტებს. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი საპასუხო ნაბიჯად ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას, ასევე პარიზის წინააღმდეგ კონკრეტულ ორმხრივ ზომებს განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მათ ვინც ისრაელის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, შედეგები დაემუქრებათ. სამიტამდე ერთი დღით ადრე გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. სავარაუდოდ ოფიციალური აღიარების შესახებ განაცხადებენ საფრანგეთი და კიდევ 5 სახელმწიფო. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.